მოგესალმებით მეგობრებო, მოგეხსენებათ 28 სექტემბერს წნორში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით და სიღნაღის მერიის მხარდაჭერით გაიმართება მორიგი გრანდიოზული საკრივო შოუ პროფესიონალური კრივის საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლები და ასევე საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშება. აღნიშნული ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა წნორში და უკვე მესამე წელია რაც ტარდება აი ეს ორთაბრძოლები. ყოველ წელიწადს ძალიან დიდი აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე ამ ორთაბრძოლებს. მთელი საქართველოდან, ისევე როგორც ქიზიყიდან, კახეთიდან მოდის მაყურებელი, ესწრება აი ამ შოუს და ყოველთვის კმაყოფილი რჩება ყველა. ამჯერადაც ძალიან საინტერესო ორთაბრძოლები გვაქვს, როგორც მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლებში, ასევე განსაკუთრებით საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის ბრძოლაში. მოგეხსენებათ, სწორედ ადგილობრივი მოკრივე გელა თეგაშვილი ფლობს დღესდღეობით საქართველოს ჩემპიონის ქამარს 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელიც შარშან მოიპოვა მან და წელს უკვე მისი სავალდებულო დაცვა უწევს. ამჯერად გელა თეგაშვილის მეტოქე იქნება ძალიან გამოცდილი მოკრივე გიორგი ქიტიაშვილი, რომელსაც ძალიან კარგი ბრძოლები აქვს გამართული როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ნამდვილად კარგი პრეტენდენტია, ძალიან გამოცდილი მოკრივეა და ვფიქრობ, მაყურებელს ძალიან საინტერესო და მაინტრიგებელი ბრძოლა ელის. ბრძოლა გასტანს 10 რაუნდს და დარწმუნებული ვარ, რომ დაუნდობელ ჯახს ვიხილავთ ამჯერად წნორის რინგზე. ამჯერად სხვა დროს ყოველთვის ბრძოლები ტარდება ხოლმე წნორის პარკში, ღია სივრცეში, მაყურებლისთვის უნდა ვთქვა, რომ ამჯერად იქნება უკვე წნორის ახალგახსნილ დარბაზში. მისასალმებელია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა არის უკვე წნორში, რომ შესაძლებელია თუნდაც უამინდობის დროს და შემდეგ იქ მოხდეს მსოფლიო მასშტაბის საკრივო შოუს გამართვა, ასე რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება, მე მგონი პირიქით დახურულ სივრცეში კიდევ უფრო კარგი ატმოსფერო შეიქმნება. რაც შეეხება დღევანდელ ბრძოლას, ჩვენ ვისაუბრებთ დღევანდელ პრესკონფერენციას, ვისაუბრებთ მოკრივეების განწყობების შესახებ, უშუალოდ კითხავ ერთს და მეორე მოკრივესაც როგორ არიან, რას აპირებენ ამ ბრძოლაში და ვეცდები, რომ მაყურებლისგან დაგროვებული კითხვები, რაც შემოვიდა ჩვენთან სოციალური ქსელითაც, ისეც პირადადაც და ტრიალებს საკრივო სამყაროში პირადად მე დავუსვა ჩვენს მონაწილეებს. პირველ რიგში კითხვით გადავალ გელა თეგაშვილთან. გელა წარმოადგენს სიღნაღის და წნორის უпростоრად კრივის კლუბ მგლებს. მისი მწვრთნელი არის მიხეილ ბაკაშვილი, ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობი მწვრთნელი. გელა, რას ნიშნავს შენთვის, რომ უკვე აი მეორედ გეძლევა საქართველოს ჩემპიონის ქამარზე ბრძოლის საშუალება? გასულ წელს შენ ეს ქამარი მოიპოვე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ძალიან კარგ ბრძოლაში. წელს გიწევს უკვე მისი სავალდებულო დაცვა და ამჯერადაც შენ მშობლიურ მხარეში ხდება ეს ყველაფერი. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის აი ეს ყველაფერი და რას ფიქრობ ხვალინდელი ბრძოლის წინ? მოგესალმებით პირველ რიგში. ეს როგორც აქამდე ვამბობდი, პირველ რიგში ის რომ უბრალო ბრძოლაც რომ ყოფილიყო ჩემს კუთხეში, ჩემთვის იყო 2 მაგათ, 3 მაგათ და 10 მაგათ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წნორის სკოლას წარმოვადგენ, შეჯიბრი წნორში ტარდება და მთელი ჩემი სანათესაო და სანაცნობო ასე ვთქვათ იქაა და მათ თვალში უნდა გამოჩნდე პირველ რიგში იმაზე უკეთესი ვიდრე რეალურად ვარ. და რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონის ქამარს, წინა წელს ხვიჩა გიგოლაშვილთან მოვიპოვე ეს ქამარი, ნამდვილად ძალიან მაგარი ბრძოლა გამოვიდა და უფლისწყალობით მე გავიმარჯვე. ის იყო ჩემთვის ძალიან დიდი ემოცია, ძალიან დიდი სიხარული და აუც დღეს უკვე როცა ვიცავ ამ ქამარს, ეს წინასთან შედარებით იქნება ორმაგი დატვირთვა ჩემთვის და ორმაგად უფრო პასუხისმგებლიანი შეჯიბრი იქნება ვიდრე წინა. და რაც შეეხება ბრძოლას, არ ვფიქრობ, რომ ეს ისეთი ხელწამოსაკრავი ბრძოლა იქნება, იმიტომ რომ კარგად ვიცი, რომ ვინ არის ჩემი მოწინააღმდეგე, ნანახი მაქვს მისი ბრძოლების და ვიცი, რომ თავდაუზოგო ბრძოლაში ამყვება ვაჟკაცურად. დარწმუნებული ვარ, მეც რომ ასე იქნება. მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ გელას მეტოქე და პრეტენდენტი საქართველოს ჩემპიონის ქამრის გიორგი ქიტიაშვილი საკმაოდ საინტერესო მოკრივეა. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი, აი შენ შეძელი მართალია ბავშვობიდან კრივში ხარ ჩართული, თუმცა გქონდა გარკვეული პაუზები,
შენს კარიერაში, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, შენ შეძელი დაბრუნდი რინგზე და მოიპოვე შენი რეიტინგით იმის საშუალება, რომ დღესდღეობით გაქვს შანსი იბრძოლო და მოიგო საქართველოს ჩემპიონის ქამარი, რაც ნამდვილად დასაფასებელია, ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, ხასიათი, ამას ჭირდება სიყვარული იმ საქმის, რასაც აკეთებ და ამას ჭირდება ის ძალიან დიდი შრომა, რომელიც შენ გაქვს ჩადებული ამ ყველაფერში. მოდი გითხარი, რას ნიშნავს შენთვის, რომ აი ახლა, სწორედ ახლა მოგეცა შანსი, თუ იფიქრებდი, რომ მოგეცემოდა ზოგადად შანსი საქართველოს ჩემპიონის ქამრისთვის, რომ გებრძოლა და რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის, ეს გამოწვევა რა არის შენს კარიერაში და შენს ცხოვრებაში? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებელს, გულშემატკივრებს, მეგობრებს, მივესალმები ჩემს მოწინააღმდეგეს, გელათ ეგაშვილს. ახლა რა თქმა უნდა, რაც შეეხება ამ ჩემს შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ჩემთვის არის ძალიან საპასუხისმგებლო. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ჩემი პირადი მიზეზებისგან გამომდინარე დიდი ხნის პაუზა მქონდა, ისევ მოვახერხე და დავბრუნდი რინგზე. რა თქმა უნდა, ამის გულზე მადლობას მოგახსენებთ თქვენიც და პირადად ბატონ გიორგი კანდელაკის. რაც შეეხება ახლა საქამრო ბრძოლას, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს მოწინააღმდეგე ჩემი არ არის ახლა ისეთი ბიჭი, ვიცი რაც არის, გათვითცნობიერებული მაქვს, კაი ბიჭია, მუშა ბიჭია. ქამარს რაც შეეხება კიდე და ბრძოლის ადგილს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება, როგორ იქნება, რა წრე იქნება ჩემს გარშემო, მთავარია მე გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და ჩავდო ის, რაც აქამდე მაძლევს იმის საშუალებას, რომ დავბრუნდე დიდ რინგზე. რა თქმა უნდა, დაბრუნებული ვარ, მაგრამ უფრო ორმაგად მეტად საპასუხისმგებლო საქმესა ვარ შეჭიდებული და რის გამოც არ დავზოგავ არც თავს და არც ჩემს განკუთვნილ დროს იმის და მიუხედავად, რომ არის რაღაც მიზეზები ხოლმე ცხოვრებაში, რომ არ გაქვს ადამიანის საშუალება ხანდახან იმის გამო, რომ მიხვიდე დარბაზში. წარმატებებს ვსურვებ ჩემ მოწინააღმდეგეს, ვნახოთ რა იქნება 28-ში. მადლობა გიორგი, მე მინდა გელას ვკითხო ისევ. გელა, შენ წარმოადგენ კრივის კლუბ გლებს, ძალიან წარმატებული კრივის კლუბი ჩამოაყალიბა მიხეილ ბაკაშვილმა, რომელიც აერთიანებს როგორც წნორის და სიღნაღის რაიონის, ასევე თბილისის გუნდებს და უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით ქართულ პროფესიონალურ კრივში აი სულ რაღაც გუშინ ლევან იანქოშვილმა, შენ მოუახლოესმა მეგობარმა და თქვენი კლუბის წარმომადგენელმა უკვე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ქამარი 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში, შენ შარშან მოიპოვე და წელს უკვე დაცვა გაქვს ამ ყველაფრის და აქვე მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ მიხეილ ბაკაშვილმა ლევანმა როდესაც ქამარი მოიგო, ჩემთან პირდაპირ ინტერვიუში განაცხადა და ესეთი გამოწვევა გაუკეთა ქართველ მოკრივეებს, რომ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში არის გოგა ქავთარაძე, ისევ კრივის კლუბ გლების აღზრდილი და თუ ვინმეს აქვს სურვილი, მისი მწვრთნელი და თვითონ გოგაც ითხოვს ნებისმიერთან დაპირისპირება საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის. ვფიქრობ, საინტერესო გამოწვევაა 66 კილოგრამი წონით კატეგორიაში მოასპარეზეს სპორტსმენებისთვის და ვნახოთ აქედან რა გამოვა, ჯერ მოლაპარაკებებია საჭირო ამ ყველაფერზე. ყოველ შემთხვევაში რატომ გავაკეთე ეს წინასწარ რატომ ვისაუბრე ამ ყველაფერზე, საკმაოდ წარმატებული კრივის კლუბიდან მოდიხარ და მაინტერესებს როგორ წარიმართა შენი მზადების პროცესი, შენი ვარჯიშები როგორ წარიმართა, რა არის ზოგადად პირადად შენი და მთლიანად თქვენი კრივის კლუბის საიდუმლო, რის ხარჯზეც აღწევთ აი ესეთ წარმატებას განსაკუთრებით უკვე პროფესიონალურ კრივში. ჩვენი კლუბის საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ თავს არ უზოგავთ ბიჭები ერთმანეთისთვის, რომ ერთმანეთს იმაზე მეტად დავეხმაროთ, ვიდრე შეგვიძლია, არა მარტო ვარჯიშებში, ზოგადად ყველაფერში, რასაც შეგვეძლება რა და ვარჯიშებში კიდე ხო მით უმეტეს. დარბაზში როცა მივდივართ, ჩვენ ერთმანეთისთვის მივდივართ იქ, ჩვენი თავისთვის რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც როგორ გვჭირდება, იმის დამიხედვით ვეხმარებით ერთმანეთს ყველაფერში. მეც, გოგაც და ლევან იანქოშვილიც ამ შეჯიბრისთვის, როგორც უკვე ვთქვით, ლევანმა გუშინა ქამარი მოიგო და რა ვიცი, ჩვენი გუნდი დღეს გუშინას და დღეს და კიდევ დიდი ხანი ვიზეიმებთ ამას. გოგას ველოდებით მაგ ქამრისთვის და
ერთად დავიწყეთ მზადება ამ ივენთისთვის, ჩვენი ჭუბებისთვისაც და ლევანის ჭუბებისთვისაც ერთად დავიწყეთ მზადება, ერთად მივიყვანეთ მზადება ბოლო ეტაპამდე, ერთად გავიარეთ ეს პროცესი და ისე ვედექით გვერდში ერთმანეთს, რომ აი აუც ჩვენ თვითონაც გვიკვირდა უკვე საბოლოო ჯამში ამდენი რომ გამოვიარეთ და ამდენი რომ გავქაჩეთ, ასე ვთქვათ, ერთმანეთით სპარინგებით, ვარჯიშებით და ასე შემდეგ. ჩვენი მწვრთნელი მიხეილ ბაკაშვილი კიდევ ხო საერთოდ ჩვენზე 10 მაგათი ხარჯებოდა იმისთვის რომ ჩვენ დღეს აქამდე ვყოფილიყავით. ბავშვობიდან რაც ვარჯიში დავიწყეთ, მიშა მასწავლებელი იყო ჩვენი პირველი მაგალითი, რომ დღეს ჩვენ აქამდე მოვსულიყავით და ვიცი რომ ესე გაგრძელდება კიდეც და ეს კამრები უბრალოდ დასაწყისია ჩვენთვის და გადავინაცვლებთ კიდევ უფრო დიდ და დიდ რინგებზე. მინდა გისურვოთ წარმატებები, საინტერესოა მართლაც და მეც ვიყავი თქვენ კრივის კლუბში და ვნახე იქ რა სიტუაცია, რა ერთიანობაა თქვენ შორის, როგორი ვარჯიშები მიდის და მართლაც ეს სავარჯიშო სული და მით უმეტეს ბატონი მიშას აი ეს ძალიან დიდი მონდომება და ხასიათი ძალიან ბევრს ნიშნავს და მინდა გისურვოთ აბსოლუტურად გულწრფელად ძალიან დიდი წარმატებები. რაც შეეხება იგივე კითხვა მექნება მომზადებასთან დაკავშირებით გიორგისთანაც. გიორგი არის გორიდან, წარმოადგენს ქალაქ გორს, თუმცა ამჯერად გორში არ მომზადებულ ხარ. შენი მწვრთნელი იყო ჯერ ცხონებული გია კობახიძე, ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობი მწვრთნელი და ძალიან საინტერესო პიროვნება, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ ჩვენთან არ არის. შენი მწვრთნელი ბავშვობიდან მოყვებოდა აგრეთვე გელას ხირტლაძე, ვისთანაც დაიწყე შენ საერთოდ კრივში ასპარეზობა, თუმცა ამჯერად შენ ცხოვრობ თბილისში და არ ქონდა საშუალება, რომ შენ ბავშვობის მწვრთნელებთან ერთად მომზადებულიყავი. როგორ წარიმართა შენი მზადების პროცესი, ვინ დაგეხმარა, სად ემზადებოდი, როგორ ხარ მომზადებული აი ამ ბრძოლისთვის, მოგეხსენებათ მარტივი ბრძოლა არ იქნება. როგორ მოემზადე, სად მოემზადე და ხო არ იყო რაიმე შემოფერხებელი ფაქტორები შენ მზადებაში? ჩემს მომზადებას რაც შეეხება, ამზადებოდი რუსთავში ჩემი ბავშვობის მეგობარია უჩამ აისურაძე. მეხმარებოდნენ ბიჭები. ისინი ჩვენი მეგობრები არიან, ბავშვობის მეგობარია კიდე. გური კურტანიძე მეხმარებოდა. მომზადებას რაც შეეხება, რა ვიცი, ჩემი მაქსიმუმი, რაც შემეძლო, ჩემი დროიდან გამომდინარე, ჩავდე ჩემ მომზადებაში. და საკმაოდ კარგად ვარ მომზადებული იმის გულისთვის, რომ 10 რაუნდი ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო და საჩემპიონო კამრისთვის ვიბრძოლო. დიდ მადლობას მოვხდი ამისთვის ჩვენ მეგობრებს და რუსთავის მწვრთნელს უჩამ აისურაძეს. აი გიორგი საინტერესო დეტალი ახსენა აი ამ ბრძოლაზე. ეს ბრძოლა გასტანს 10 რაუნდის განმავლობაში. მოგეხსენებათ საჩემპიონო ბრძოლა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძლება გქონდეს კრივში, საჩემპიონო ბრძოლას აქვს მაინც სულ სხვა დატვირთვა, როგორც სპორტული, გამომდინარე რაუნდების სიბევრიდან გამომდინარე, მით უმეტეს გასულ წელს თუ 8 რაუნდიან ბრძოლაში მოხდა საქართველოს ჩემპიონის გამოვლინა, ამჯერად 10 რაუნდი იქნება და აბსოლუტურად ნებისმიერ რაუნდში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. გელა შე რა სიტყვი, როგორი გეგმა გაქვს ხვალინდელი ბრძოლისთვის? თუ შეგიძლია რომ თქვა ეს ყველაფერი, რამდენადაც შეგიძლია რომ თქვა და ხო არ გაგიჭირდება შენ სიტყვაზე 10 რაუნდის განმავლობაში შენ მომზადებიდან გამომდინარე რაიმე ხუარელი რაღაც ან შეფერხებას ან რაღაცას და თუ გაქვს შემუშავებული სტრატეგია ხვალინდელი ბრძოლისთვის. არ ვფიქრობ რომ გამიჭირდება, იმიტომ რომ როგორც კარდიო, ასევე ფიზიკური მზადება კარგად გავიარეთ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არ ვფიქრობ რომ გამიჭირდება 10 რაუნდის ბრძოლა, მაგრამ როგორც ასეთი გეგმა გაწერილი წინასწარ არ მაქვს. მივყვები ბრძოლას, როგორც წავა და როგორც იტყვიან ხოლმე პირველი რაუნდის 40 წამში გავიგებ როგორ უნდა ვიჩხუბო. დანარჩენი რაუნდი. გელას პოზიცია გასაგებია, თვითონ ანუ რინგზე რო ახვალ, მე დავწერე სხვათა შორის შენ მეგობარ ლევან იანკოშვილსაც დაახლოებით 3-4 ჯერ მქონდა საშუალება ეს კითხვა დამესვა და ყოველთვის ამბობდა რომ არ მაქვს გეგმა და ამ გეგმის არ ქონდა საბოლოო ჯამში გაამართლა იმ ბრძოლაში. გიორგი, შენთანაც იგივე კითხვა მექნება,
შენ თუ 10 რაუნდი რამდენადაც ვიცი არ გიბრძოლია ჯერ, როგორ უყურებ ამ გამოწვევას და რას ფიქრობ, ხო არ შეგექმნება და თუ გაქვს შენთან რამე სტრატეგია, რაიმე გეგმა წინასწარ და ყოველ შემთხვევაში ხო არ ფიქრობ, რომ რაიმე სირთულეს შექმნის ეს 10 რაუნდის ბრძოლა, ან თუ მოემზადე რაღაც განსაკუთრებულად სწორედ აი ამ 10 რაუნდიანი დაპირისპირებისთვის. მე რა ვიცი, არ ვფიქრობ, რომ მე რამე პრობლემა შემექმნება, არც წინასწარ გაწერილი გეგმა არ მაქვს ჩვეულებრივ, რა ვიცი. ერთი ჩვეულებრივი დღე იქნება, ხვალაც როგორც სხვა ბრძოლები ჩამიტარებია. უბრალოდ რინგზე რო დავდგებით, რინგი გვაჩვენებს, როგორ წავა ჩვენი ბრძოლა და როგორ წარიმართება. მივყვებით, რა ვიცი, ბრძოლის დინებას და ვნახოთ რა იქნება. წინასწარ გაწერილი გეგმა არაფერი არ მაქვს, არამე განსაკუთრებული სტრატეგია შემუშავებული, ესეთი არაფერი. მადლობა გიორგი და კიდევ ერთი კითხვა საკმაოდ ესეთი დამაინტრიგებელი მე მექნება გელასთან. გელა ჯერ კიდევ შარშან, როდესაც შენ მოიგე ჩემპიონის ქამარი და მას შემდეგაც არიან საქართველოში მოკრივეები, რომლებიც აცხადებდნენ შენ ქამარზე პრეტენზიას და აცხადებენ დღემდე და აქვთ თავისი საკმაოდ ჯანსაღი ამბიციები მათ შორის. რა შეგიძლია თქვა ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი მათ შორის სოციალურ ქსელებში ნათლად გამოჩნდა. შენ რას ფიქრობ? ამბობენ რომ იყო ესეთი ფრაზა რომ ჩემი ქამარი გააქვს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შენ რა შეგიძლია თქვა ამ ყველაფერზე? შენთან ვისი ქამარია და სამომავლოდ თუ განიხილავ პოტენციური მოწინააღმდეგე. გასაგებია რომ ჯერ პირველ რიგში ხვალ ერთი მოწინააღმდეგე გყავს და ღირსეული და ეს ქამარი მოსაგები გაქვს, მაგრამ პერსპექტივაში როგორ უყურებ აი ამ შესაძლო დაპირისპირებებს, რომელიც ფაქტია რომ გამოწვევები არსებობს. მე ესე ვიტყვი, რომ ქამარი ვისაც ეკუთვნის, იმასთან არის. პირველ რიგში, აი ვინაც ამბობს რომ მე მეკუთვნის, შენ იმას თუ ეკუთვნის, მე რატო არ ეკუთვნის? თუ უნდა და თვითონ ეჭხუა ეგრე თუ ის იყო. მაგრამ კი ხა რა თქმა უნდა მეც მის ყველაფერი მეც მექნებოდა ამაზე პრეტენზია, არც არაფერს არ ვამბობ, არც არავის არ გაურბივარ და არც ის არ მეთქვია რომ ან არ ვიჩხუბებ ან რაღაც, უბრალოდ იყო რაღაც ისეთი მიზეზები, რის გამოც მაშინ ვერ ვიჩხუბე და აუცილებლად მოხდება სამომავლოდ ეგ ყველაფერი. და რა ვიცი, ვისაც რამე პრეტენზია იქნება, აგერ ვარ, ქამარი აგერ არის, ჯერ ხვალ ძლიერესი ბრძოლა მაქვს სასატარებელი, ჯერ ამ ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული და ეს ბრძოლა თუ წარმატებით ჩაივლის, თუ ისევ მე დამრჩება ეს ქამარი, მე უკვე სხვებისთვისაც დავიწყებ მზადებას, რა თქმა უნდა. მოკლედ მზად ხარ აბსოლუტურად. სამომავლოდ ველით მოკლედ როგორ განვითარდება მოვლენები წინასწარ ახლა გასაგებია რომ რთულია ამაზე საუბარი. გიორგი, შენც მინდა კითხო აი ამის შესახებ. ჩვენ სხვათა შორის ძალიან კარგი სიუჟეტი შენი მზადების შესახებ აგვისტოს თვეში მომამზადეთ და ნახა ქართული კრევის კომაკმა ეს ყველაფერი როგორ მონდომებით ემზადები, შენი პიროვნებიდან გამომდინარე როგორ უყურებ კრეივს და ვიცი რომ კრეივმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა შენ ცხოვრებაში ზოგადად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა ინსპირაციის წყაროც კი იყოს მომავალი როგორც მოკრივეებისთვის, ასევე კომაგებისთვისაც გიორგის ისტორია და დამოკიდებულება კრეივთან. გიორგი, მიუხედავად ყველაფრისა, შენ საკმაოდ უკვე გამოცდილი მოკრივე ხარ, ბევრის მახველი მოკრივე ხარ, არც პატარა არ ხარ, რომ რაღაცა იქ სიდინჯე გაკლდეს, ნებისმიერ თუნდაც მომავალის განჭვრეტასთან დაკავშირებით ან თუნდაც რინგზე. შენთან როგორ უყურებ უკვე შენს პერსპექტივებს აი ამ ქამარის საქამრე ბრძოლის მერე? შენ მომავალს როგორ უყურებ კრივში და შენ კარიერას? ლევან, როგორც ჩემი მზადების პერიოდი ჩავწერეთ, მე მაშინაც გავაჟღერე, რომ ამ ჩემი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე რამხელა პაუზაც მქონდა, იმის მერე, ანუ რინგზე დავბრუნდები თქო და დავბრუნდები ორჯერ და სამჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე ვიყავი თქო რა. არც მინდა რომ ეხლა მოვლენებს გავასწრო, არც გავასწრებ. და მე კიდე იმას ვიტყვი, რომ ვნახოთ, ჯერ ხვალინდელი დღე გათენდეს. ბრძოლა გვიჩვენებს ყველაფერს. და იქიდან გამომდინარე უკვე გადავწყვიტავ და ხვალაც გადავწყვიტავ და მანამდეც გადაწყვეტილი მქონდა, რომ მე გაჩერებას არ ვაპირებ. სანამ ამას თვითონ ისევ ცხოვრებიდან გამომდინარე დრო არ მიჩვენებს რა. რა ვიცი, ღვთის წყალობით.
ისევ რინგზე ვდგევარ, დიდ რინგზე, დიდი ბრძოლები მაქვს, ნაბრძოლი. და ხვალინდელი ბრძოლაც უფრო დატვირთული იქნება, მაგრამ უფრო დასკვნებს გავაკეთებ ხვალინდელი ბრძოლიდან გამომდინარე. მაგრამ გაჩერებას პირდაპირ ვიძახი რომ არ ვაპირებ. სანამ ამას დრო არ მიჩვენებს. და ბოლო კითხვა მექნება, ისე როგორც ერთ ისე მეორე მოკრივესთან, გელა კიდევ ერთხელ შენ თავიდანაც აღნიშნე და კიდევ ერთხელ უნდა გაუსვათ ხაზი, რომ მშობლიურ კუთხეში გიწევს ასპარეზობა საკუთარი მაყურებლის წინაშე, ერთგული კომაგების წინაშე, მთელი შენი რაიონი, რეგიონი, ყველა შენ გვერდით იქნება დარწმუნებული ვარ და ეს მხარდაჭერა გექნებათ, მით უმეტეს თვითონ კლუბიც ისეთი კლუბი ხართ, რომ ძალიან შეკრული და ძალიან კონტაქტური და ყველასთან კავშირში ხართ და ეს ყველაფერი მოქმედებს, იქ იქნებიან წარმოდგენილი ვეტერანი სპორტსმენებიც, მოკრივეებიც, სხვადასხვა სპორტის წარმომადგენელი, იქ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რას შეგიძლია შეპირდე შენს გულშემატკივარს, ვინც ხვალ შენს საქომაგოდ აპირებს რომ მოვიდეს წნორის ახალ სპორტ დარბაზში. ერთადერთი რასაც დავუპირდები ის არის რომ ჩემგან ელოდონ თავდაუზოგავ ბრძოლას რაც არ უნდა მოხდეს ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ ყველაფრესთან მივუხედავად და დანარჩენს დრო გვჩვენებს რა როგორ იქნება და ბრძოლა გვჩვენებს ბოლოს რა მოხდება. და იგივე კითხვა მექნება რა თქმა უნდა გიორგისთანაც დარწმუნებული ვარ გიორგის ოჯახის წევრები, გიორგის გულშემატკივარი ძალიან დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრე გყავს გიორგი, იგივე საკრებო წრეებშიც ძალიან ყველასათვის საყვარელი პიროვნება ხარ და ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაელოდება შენ ბრძოლას ხვალ. შენ რა შეგიძლია უთხრა შენს გულშემატკივარს, როგორც ხვალინდელ ბრძოლაში, ზოგადად სამომავლო პერსპექტივებში. რა თქმა უნდა გელას გავეთანხმები, იგივეს გავიმეორებ, ყველა ჩემი მეგობრები და ჩემი ახლობლები, ნაცნობები, ყველანი ელოდონ თავდაუგზოგავ ბრძოლას. დანარჩენს ისევ და ისევ ბრძოლის წინსვლა გვიჩვენებს და რა ვიცი, მომავალ კიდე ურჩევ რომ ბევრი ვარჯიშონ თუ კამარი უნდათ. მე მგონი გაშს იმსახურებენ ჩვენი მეგობრები. მადლობა მეგობრებო, ვფიქრობ საინტერესო საუბარი შედგა, გულშემატკივარს შეექმნებოდა გარკვეული წარმოდგენა, რას უნდა ელოდოს ხვალ. მინდა გისურვოთ წარმატებები ორივე მათგანს, ველით საუკეთესო ბრძოლას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ აი ასე უკვე ტრადიციად აქცია ეს ტურნირი. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, რომელიც აგრძელებს ინტენსიურ რეჟიმში საჩემპიონო ბრძოლების ორგანიზებას როგორც თბილისში, ისევე მთელ საქართველოში და კიდევ რაც ყველაზე მთავარია, ველოდებით საქართველოს მთავარ ვარსკვლავს ქართული კრივის დიდ ლეგენდას გიორგი კანდელაკს სულ მალე ჩვენს გვერდით. ძალიან დიდი მადლობა დავსწრე საზოგადოებას და ხვალ ყველას გელით წნორის ახალ სპორტ დარბაზში. ერთ სურათი დაგავიღოთ სამართან ერთად თუ შეიძლება და ამით ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენცია დავასრულოთ.